დასუფთავების აქციები პროექტ მწვანე თვის ფარგლებში აქციებში მონაწილეობა დღეს უკვე სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და ასევე გარემოს დამცველებმაც მიიღეს. ფიჭვენის სანაპირო ზოლი, გონიოს ციხე და ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორია. ეს ზუსტად ის ადგილებია, სადაც ისინი მოქმედებდნენ. სტუდენტები და გარემოს დამცველები ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მწვანე თვის ფარგლებში შეიკრიბნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნებისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა გონიოს ციხის და ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. აქციის მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვნენ და მასში დაახლოებით 50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ ორგანიზებულ აქციაში უცხების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გონიოს ციხის დასუფთავება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ იყო, რომ ერთ-ერთი ჩვენი ღირსშესანიშნაობაა და რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სტუდენტების ჩართულობა, იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი სტუდენტების აქტიური ცხოვრება, აქტიური ჩართულობა ეგეთ მნიშვნელოვან პროექტებში. სოფელ რესპუბლიკა, გარემოს დაცვის სამმართველო, მუნიციპალიტეტები, ქალაქ ბათუმის მერია, სტუდენტები, უნივერსიტეტები ძალიან აქტიურად ჩაერთო დღეშიდან პირველში და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავალაგოთ ის, რაც ჩვენთან დავაგვინჯოთ. ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიის დასუფთავებას მოსწავლეები დღეს დილიდან შეუდგნენ. ტურისტულად ყველაზე საინტერესო მონაკვეთის რეკრეაციული ზოლის დასუფთავების მიზნით ამჯერად 10-ობით ახალგაზრდა გაერთიანდა. სანაპირო ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში გადაწყვიტეს. ბათუსის ორგანიზაციით მივიღეთ მონაწილეობა. დღეს ახალგაზრდები შევიკრიბეთ, რათა დაფინანსებული გარემო გავასუფთავოთ. ახალგაზრდა თაობამ გადაწყვიტა ასე თქვათ ზაფხულის სეზონის დაწყების წინ გაეკეთებინა ესეთი ერთგვარი აქცია მოწოდება, რომ ქობულეთის მოსახლეობამ და ჩამოსულმა ტურისტებმა გაუფრთხილდეთ იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ასე თქვათ არ დაანაგვიანონ გარემო. ჩვენი მიზანია, რომ იყოს ჩვენს რეგიონში სუფთა გარემო და ამისათვის ვაკეთებთ ყველაფერს. მასშტაბურ გარემოს დაცვით ღონისძიებაში დღეს მოსწავლეებთან ერთად სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი და ქობულეთის ახალგაზრდული ცენტრი ჩაერთვნენ. ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავების პარალელურად აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარგეს. ღონისძიება გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მიზანი არის ზოგადად რომელიმე კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება და ასევე გარემოს დაცვის თემაზე და ზოგადად გარემოს არ დაბინძურების თემაზე საინფორმაციო ფლაიერების გავრცელება საზოგადოებაში, რათა ორი მხრიდან მოხდეს ერთი დასუფთავება და მეორე მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ არ მოახდინონ დაბინძურება გარემოს. მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აღნიშნული ტიპის ღონისძიებებში. ჩვენ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა გაყოფილებამ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რადგან თითოეული ქობულეთელის, თითოეული ახალგაზრდის ვალია ჩვენი ქალაქის სისუფთავე, ჩვენი ქალაქის მომავალი და ასევე ქობულეთი ტურისტული ქალაქია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურისტულ სეზონს სუფთა გარემოთი, სუფთა ქუჩებით და დასუფთავებული ტერიტორიებით შევხვდეთ. რეგიონის გარდა გარემოს დაცვითი ღონისძიებები დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მონაწილეებმა რეკრეაციული ზონები, ტყეები და სკვერები დაასუფთავეს. აქცია მწვანე თვე 5 ივნის დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.